გაურკვეველი ვადით გადადებული შეხვედრა 21 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ადამიანის უფლებებზე დაგეგმილი დიალოგი აღარ შედგება. ოფიციალური თბილისი მიზეზად ევროკავშირის გადაწყვეტილებას ასახელებს და გაუმართლებელ საბაბზე საუბრობს, თუმცა რა იყო ეს საბაბი არ კონკრეტდება. რატომ გადაიდო შეხვედრა, მოამბე მიზეზის გარკვევა ევროკომისიის პრეს-სპიკერთან სცადა. საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ შეხვედრის გადადება ქართული მხარის მიერ შექმნილი დაბრკოლებების გამო მოხდა, თუმცა არ არის დაზუსტებული რა იგულისხმება დაბრკოლებებში. გადაწყვეტილებას წინ ბრიუსელსა და თბილისს შორის საკმაოდ დაძაბული ფონი და ურთიერთობა უძღოდა ევროკომისიის გაფართოების ბოლო ანგარიშის შინაარსის და გამკაცრებული რიტორიკის მიუხედავად, ქართული ოცნებისთვის ბრიუსელის ეს ნაბიჯი როგორც ჩანს მოულოდნელი აღმოჩნდა. ოფიციალური თბილისი ამბობს, რომ შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას გეგმავდნენ. ვინ შედიოდა დელეგაციაში და რა საკითხებზე აპირებდა ქართული მხარე ყურადღების გამახვილებას. თათია ტაბაშაძე არ ყვევდა, რატომ შეაჩერა ბრიუსელმა პოლიტიკური შემდეგ დიალოგი კიდევ ერთი მიმართულებით. ბრიუსელის მხრიდან არგუმენტირებული უარი თუ პირიქით, არგუმენტირებული პასუხის მოსმენის თავიდან არიდება. რატომ გადადო რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირმა საქართველოსთან 21 ნოემბერს ჩანიშნული შეხვედრა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე უნდა ესაუბრათ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ტრადიციულად განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი მისსავე ვებგვერდზე გავრცელებული განცხადებით დიალოგის გადადება მიუღებელს და გაუმართლებელს უწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ 21 ნოემბრის შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები გაწიარათა. ევროპული მხარისთვის სათანადო ინფორმაცია მიეწოდებინა მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ბრიუსელის კრიტიკა ხშირად ისმის. აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის. ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას. რატომ გადაიდო შეხვედრა, მოამბე ევროკომისიას დაუკავშირდა. ევროკომისიის ოფიციალური პოზიციით მიზეზი ქართული მხარის მიერ შექმნილი დაბრკოლებები გახდა. მაინც რა იგულისხმება დაბრკოლებებში პრეს-სპიკერი ანიტა ჰიპერი არ აკონკრეტებს. ცნობილია ის, რომ 21 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები საქართველოს წინასწარ მიეწოდა, რის შემდეგაც ქართულმა მხარემ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი უწყებები განსაზღვრა. შედგა კონკრეტულ პირთა სიაც, რომელთაც კავშირის წევრების მხრიდან დასმული შეკითხვებისთვის დეტალურად უნდა ეპასუხათ. ოპოზიციაში კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ სწორედ სია გახდა შეხვედრის ჩაშლის მიზეზი, ვინაიდან ქართულ დელეგაციაში ერთ-ერთი სანქცირებული პირი იყო. აი ქოცურ რუსული ცინიზმის გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლების განსახილველად გზავნი ისეთ პირს, რომელიც არის ადამიანის უფლების დარღვევის გამო სანქციური. თუ კი მათ სურთ რაიმე ფორმით ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი, სანქცირებული პირი შეიძლება შეიყვანო დელეგაციაში? თუ პროვოკატორი არ ხარ. მართალია ოპოზიციას კონკრეტული პირის სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია, იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტი ინფორმაცია არც მათ აქვთ, თუმცა მოგვიანებით მედიაში გავრცელებული ცნობით ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეა. ჟურნალისტებთან გაკეთებული განმარტებისას თავად დარახველიძემ თქვა, რომ შეხვედრის გადავადების საბაბად სანქცია ნახსენების საერთოდ არ ყოფილა და ის გაუგებარი მიზეზით გადაიდო. ასეთი მიზეზი ოფიციალურად არავის არ მოუწოდებია, რაც შეეხება სანქცირების საკითხს, ევროკავშირის მიერ საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული. შესაბამისად, ეს მოსაზრება ყოველგვარ რეალობას ასე ვთქვათ, ცდება. მიზეზი მარტივია, როდესაც საკუთარი პოზიციებით სრულ ნარატივებსა და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება. ბრიუსელი დიალოგს გაურბის. აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა ასე ფიქრობს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეც. პრაქტიკულად 21 ნოემბრის შეხვედრას საქართველოსთვის ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობა წელიწად ნახევრის შემდეგ პირველად
ნამდვილად უნდა მიეცა. ვინაიდან 2024 წლის 27 ივნისის ევროკავშირის საბჭოს დასკვნების საფუძველზე საქართველოსთან დიალოგი ყველა დონეზე შეჩერებულია. მას შემდეგ ევროგაერთიანების მხრიდან მხოლოდ ულტიმატუმი ისმის. საქართველო არ იყო მიწვეული არც გუშინდელ გაფართოების ფორუმზე, სადაც სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს სხვა კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანება საქართველოს დასანახად იმის დასამტკიცებლად, რომ გაფართოება ნამდვილად ხდება. საქართველოზე ევროკავშირის განაწყენების მთავარი მიზეზი გამჭვირვალობის კანონი ხსენების გარეშე არც ამ შემთხვევაში დაუტოვებიათ. ევროკომისარმა მარტა კოსმა დაანონსა, რომ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება იზრდება. რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს ძალიან რთულია, რადგან თქვენ იცით, რომ მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება თუ ვის მივცემთ ფულს. ფინანსური დახმარება გაორმაგდა და კიდევ იქნება უფრო მეტი. ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს თუ როგორ გადავცეთ მათ ფული ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი. მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელსაც მმართველი პარტია ანტისამთავრობო აქციების დაფინანსებას ედავება, ბაზაში პროტესტის ნიშნად არ რეგისტრირდებიან. უცნობია არსებული კანონმდებლობის პირობებში რა გზით აპირებს ევროკავშირი მათი ბიუჯეტის შევსებას. ოპოზიციიდან მხარდაჭერას უცხადებენ მესამე სექტორს, თუმცა მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკომისრის მიერ გაკეთებული განცხადება ქართული ოცნების რიტორიკას ამყარებს. მოუწოდებდი, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, ასე ვთქვათ, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააზიანოს სამოქალაქო სექტორი, თავი შეიკავონ, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება. ხოვენ რომ დარეგისტრირდეს უცხო ქვეყნის აგენტად. ეს არის ამ კანონის მიზანი, რომ შემდეგ გამოვარდეს ქართული ოცნების წარმომადგენელი და დაგიძახოს რომელიმე ევროპული სახელმწიფოს აგენტი. კანონის გვერდისავლაში კი არ არის საკითხი. მარტივად არის აქაც ვითარება. ამ კანონამდეც ის არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებდნენ საკუთარ ანგარიშებს და არ ვიცი, ეს პრობლემა თუ ქონდა ირაკლი კობახიძეს, მაშინ არ უნდა ემუშავა ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ოპოზიციის საპასუხოდ კი ქართული ოცნებიდან ამბობენ, რომ მსგავსი კანონმდებლობა დასავლეთის ქვეყნებში ან უკვე არსებობს, ან ახლაა მიღების პროცესში. რაც შეეხება ევრობიუროკრატების ბოლოდროინდელ ტონს, ქართული მხარე გაუმართლებლად მიიჩნევს და მათ ოპოზიციის ლობირებასა და ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს. მაშინ, როდესაც უკანასკნელ წლებში რეზოლუციებით თუ ოფიციალური ტრიბუნებიდან მხოლოდ ქართული ოცნების კრიტიკა ისმის, მართლ პარტიას აინტერესებს, რატომ არც ერთხელ დაგმეს 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებზე აქტივისტების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები, თავდასხმების სამართალდამცველებზე და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა. შეკითხვაზე პასუხს თავად ვესცემენ და ამბობენ, რომ სწორედ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის იხარჯება მესამე სექტორისთვის გამოყოფილი თანხა, რათა ქვეყნის სათავეში მათგან მართული ეგრეთ წოდებული მარიონეტული ძალა მოვიდეს. პირდაპირ განცხადება გააკეთა მან, რომ მომავალში ესე იგი ეძებენ ისინი გზებს იმისათვის, რომ დააფინანსონ თავიანთი სატელიტი, თავიანთი აგენტურული ძალები, გულისხმობ იმ მსხვილ NGO-ებს და საქართველოში რაღაცა მორიგი სცენარების განხორციელების სამზადისი დაიწყო. თუმცა ეს მათ არ გამოუვათ, როგორც არ გამოსულიათ აქამდეც. ევროკომისარი გამოდიოდეს და ხმამაღლა ამბობდეს, ვეძებთ გზებს, როგორ ავუაროთ გვერდი საქართველოს კანონმდებლობას ან რომელიმე სხვა ქვეყნის კანონმდებლობას, ეს არ ვიცი ამას რა დავარქვა, სახელიც კი არ ვიცი რა მოვუფიქრო. ისინი ამბობენ, ეს საზოგადოება არ უნდა იცოდეს, რაში ვაპირებთ ამ ფულის დახარჯვას და ჩვენ კი ვიცით რაში ხარჯავენ ამ ფულს. უამრავი მაგალითი გვაქვს იმისთვის, რომ რევოლუციური პროცესებისთვის და დესტაბილიზაციისთვის ხარჯავდნენ ამ ფულს. კანონმდებლობა, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს, ბოლო წლების ყველაზე რეზონანსულ ცვლილებად იქცა. სამ ეტაპად ინიცირებული პროექტიდან ამ დროისთვის ქვეყანაში ამერიკული ფარას სრული ანალოგი მოქმედებს, თუმცა ის ანტისახელისუფლებო ძალებისთვის მაინც რეპრესიულ კანონმდებლობად რჩება.